ხუდუშაურის კლინიკაში კი კარანტინი გრძელდება, გადაწყვეტილება ადმინისტრაციამ უსაფრთხოების მიზნით თავად მიიღო. მწვავე ვირუსული ინფექციით მხოლოდ ამ სამედიცინო ცენტრში 70-მდე პაციენტი მკურნალობს. მეორე დღეა შენობაში შესვლა მნახველებისთვის აკრძალულია. ამ დროისთვის H1N1 ეგრეთ წოდებული ღორის გრიპის ვირუსი ლაბორატორიულად კლინიკის 4 პაციენტს დაუდასტურდა. ვირუსის მქონეთაგან 7-ის მდგომარეობა მძიმეა, 7 ინფიცირებული კი ორსულად არის, მათგან 2 განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობით რეანიმაციულ განყოფილებაში ამოთავსებული. საქართველოს მასშტაბით კი მწვავე ვირუსული ინფექციით 90-მდე პაციენტი მკურნალობს. ვირუსს 5 ადამიანი ემსხვერპლა. როგორ უნდა იმოქმედონ ექიმებმა და რომელ რისკ ჯგუფებს მიაქციონ განსაკუთრებული ყურადღება ვირუსული ინფექციის დროს პოლიკლინიკების ხელმძღვანელები და ექიმები რეკომენდაციებს დღეს მიიღებენ. შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროშია დაგეგმილი. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში კი აცხადებენ, რომ სეზონური ვირუსის მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით დაბალია. დღეისათვის ლაბორატორიულად დადასტურებული 90 შემთხვევა გრიპის, რაც გაცილებით ნაკლებია ვიდრე შაშანდელი მონაცემები და საშუალო წლიური მონაცემების ფარგლებშია ზოგადად. რაც შეეხება კარანტინს, ეს არის ჰოსპიტლების გადაწყვეტილება, საავადმყოფოში და ადმინისტრაციის გადაწყვეტილება და მისი ძირითადი მიზანია საავადმყოფოში მყოფი პაციენტების დაცვა გრიპის თანხმლებით დაავადებისგან.